მეგობრებო, მოდი ახლა ესეთი გაშლა გავაკეთოთ. გავაკეთებ უბრალოდ მე და თქვენ უყურეთ. ბოლომდე და ლაიქები, კომენტარები არ დაგესაუთ. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, ძალიან გთხოვთ ორივე. ენერგოცვლისთვის საუცილებელია ჩემი YouTube გვერდი, TikTok გვერდი, ორივე გამოიწერეთ და პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში. თემა გვექნება ახლა ესეთი. მოვლენები რა მოდის 3-10 დღის პლუს მინუს ვადებში თქვენ ცხოვრებაში. იმისთვის რომ მივხვდეთ ვინ ხართ თქვენ გავიგოთ რა ენერგიებში ხართ, რომ მივხვდეთ რამდენად ეს გაშლა იქნება თქვენი, იმიტომ რომ საერთო გაშლა ყოველასი ვერ იქნება. ყველაფერი მეგობრებო ადეკვატურად ვიაზროვნოთ და ვიფიქროთ. მეექვსე მაღალი არკანი ამოდის. შეყვარებულები 2,1000 სიყვარულის პიკზე ხართ და მე-16 მაღალი არკანი კოშკი. კარმული მეგობრული სასიყვარულო ურთიერთობების გრევის პირას მდგომი ადამიანი ხართ. მე კი ვთქვი რომ და კიდე გადმოვარდა კალოდის ცირში მყოფი მე-5 მაღალი არკანი იეროფანტი არის ეს. ეს არის თქვენი სულიერებისკენ მიმავალი გზის დამაკვალიანებელი, ასე შემიძლია ვთქვა, ეს არის ადამიანი, რომელიც სულიერების გზაზე დაგაყენებთ, აგიყვანთ უმაღლეს წერტილს სიყვარულისას, ღვთიური სიყვარულისას გასწავლით. შეიძლება ზოგიერთებმა იპოვეთ თქვენი მამაო, მოძღვარი, ეს იქნება ადამიანი, შეიძლება ეზოთერიკის წარმომადგენელი, რომელიც სულიერად უფრო გაგაძლიერებთ და აი ამ გრევის შედეგად, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თქვენი კონფლიქტური სიტუაციით საყვარელ პარტნიორთან მიმართებაში, ესეთი გრევა ამოვიდა, ესე ამოვიდა კარტები. თქვენი კარმული პარტნიორია ეს ყველა ვარიანტში, შეიძლება ზოგისთვის იყოს მეუღლეზე საუბარი, ზოგისთვის იყოს უბრალოდ პარტნიორი, ვისთანაც კარმული კავშირი გაქვთ და რაღაცეები უნდა ისწავლოთ ერთმანეთისგან. ყველა ვარიანტში თქვენ მისგან ის თქვენგან გააძლიეროთ თქვენი იმუნიტეტი, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური, გააძლიეროთ თქვენი მიზნები, იმისი და თქვენი პრიორიტეტები განსაზღვროთ, რა გჭირდებათ, ვინ გჭირდებათ ცხოვრების მეგზურად, ასე ვთქვათ, თუმცა ეს ადამიანი გიყვართ, მიუხედავად აი ამ კონფლიქტური სიტუაციისა, ზოგიერთებისთვის იქნება რომ შეიძლება დაგენგრათ მთელი ცხოვრების სიყვარული ჩამოგეშალათ თავზე, კონფლიქტური სიტუაცია მოხდა, უბრალოდ მინიმუმ კონფლიქტური სიტუაცია მოხდა და მაღალი არკანია ეს და ასევე მე-6 მაღალი არკანი შეყვარებულები, ასევე არის ადამიანი, რომელიც შეიძლება უბრალოდ ურთიერთობა გრევის პირას არის და ამას აჩვენებს კარტი, მაგრამ ეს ადამიანი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ძვირფასია, გიყვართ, ეს ის ადამიანია, ვისგანაც აი ამ წყაროს იღებთ და უნაწილებთ მას, თქვენ ემოციურ ფონს, თქვენ გვერდზე დგომას უჩვენებთ მაქსიმალურად, ცდილობთ რომ გაუგოთ ამ ადამიანს, თუმცა ინგრევა ხდება ცხოვრებაში რაღაცეები სიყვარულის მიუხედავად, რაღაცა ურთიერთობები ინგრევა, როცა არის პარტნიორი კარმული და როცა არის რაღაცის სასწავლებლად მოსული და რაღაც ის ვადა გავა, ასე ვთქვათ, რა ვადითაც სამყარომ შემოუშვა შენ ცხოვრებაში, რომ რაღაცეების დროს შენ გვერდით ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ის ვადა ამოეწურება, ის ადამიანი მიდის სხვა მისიით, შეიძლება სხვასთან, თქვენ ცხოვრებაში მოდის სხვა ადამიანი სხვა მისიით და ამ შემდეგ ესე ალაგებულია, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი ცხოვრებისეულად, რომელიც მხოლოდ მაღალმა ძალებმა იციან ჩანაფიქრი, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრების და საერთოდ ადამიანების გეგმები რა აქვთ. ამიტომ ან ურთიერთობა უკვე დაგენგრათ, რომელიც ისევ გიყვართ ეს ადამიანი, ან თქვენი მეუღლეზეა საუბარი, შეიძლება მეუღლე არ არის, უბრალოდ საყვარელ ადამიანზე იყოს საუბარი. აქ არ არის გამორიცხული ამ კარტებით, მინდა გითხრათ ზოგიერთებისთვის, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა და ასე მომდის ინფორმაცია, შეიძლება მცირე ნაწილისთვის იყოს, მაგრამ ამასაც გავახმოვანებ, რომ ფიზიკური კონტაქტისგან გადადებულ რაღაცა ინტიმურ დაავადებების მიზეზით, რამაც თავი გამოყო, მოხდა კონფლიქტური სიტუაცია, ეჭვიანობა, რის გამოც ურთიერთობა გრევის პირას არის, ან უკვე დაგენგრათ, ასე ვთქვათ, ეს ურთიერთობა. ასეთი ნაწილი იქნება, ყველასთვის არ არის რასაკვირველია ეს საუბარი. საუბარია ზოგისთვის შეიძლება ეჭვიანობის ნიადაგზე, ზოგისთვის ყველას თქვენი გაქვთ, მოკლედ რაღაც დეტალები, მაგრამ ურთიერთობა საბოლოო ჯამში დღესდღეობით ენერგიით არის ან უკვე დანგრეული, ან გრევის პირას.
თუ თქვენ ურთიერთობაში ყველაფერი კარგად არის და ასეთი ამბავის წინაშე არ დგეხართ, უბრალოდ პირდაპირ გეუბნებით, შეგიძლიათ ჩემი სიყვარული დაალაიკოთ და ბოლომდე არც უყუროთ და თქვენ თავზე არ მიიღოთ, იმიტომ რომ ეს გაშლა ყველასთვის ვერ იქნება, უკვე ენერგეტიკულად ხვდები ადამიანსაც თქვენ პარტნიორს საუბარია ორივე მხარეზეა გაშლა მამაკაცებზე და ქალებზე გრძნობები აქვს თქვენთან მიმართებაში, თუმცა პაჟად არის წარმოდგენილი, თუმცა აი ეხლა ერკვევა რომ გრძნობები აქვს, რომ ნამდვილად ენატრებით, რომ ნამდვილად უყვარხართ, რომ ეს უბრალოდ რაღაცა დროით პარტნიორთან ყოფნა არ არის, ეს არის ადამიანი, რომელიც ნიშნულოვანია შენთვის, ძვირფასია შენთვის, ასე შემიძლია ვთქვა. შეიძლება კონკრეტულად ეს თქვენი პიროვნება წყლის სტიქიის წარმოადგენლად არის პარტნიორი წარმოდგენილი ამ შემთხვევაში შეიძლება თევზები კიბორჩხალა მორიელის ნიშანი იყოს, მაგრამ აუცილებელი არ არის საერთო გაშლაში ადამიანი ძალიან გრძნობიარია და გრძნობიარია თქვენთან მიმართებაში. გრძნობები ნამდვილად აქვს ამ ადამიანს. შეიძლება ეს ის ადამიანია, ვინც აი ამ ლეველზე აყევხართ, ასე ვთქვათ, სიყვარულის უპირობო სიყვარულის მოფრთხილების, სწავლების, ურთიერთობის სწავლის პარტნიორთან. ეს არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ეს ის იეროფანტია, ვინც თქვენ ამ ყველაფერში გაგაძლიერებთ და გასწავლით რა როგორ ხდება. თუ ატყობთ, რომ იდენტიფიკაცია თქვენზე აუყურეთ ბოლომდე ყველა ვარიანტი, თუ არა და შეგიძლიათ არ მიიღოთ, თუ ურთიერთობა არ გენგრევათ არც ერთ ვარიანტში ყველა არ უნდა მიიღოთ ეს გაშლა, უბრალოდ ეს ლაიკები არ დაგესაროთ, კომენტარები და თემატიკა დამიწერეთ, ისი ნახვა გსურთ საერთო გაშლით. თუ ატყობთ, რომ თქვენია ეს გაშლა, მაშინ წავედით, გავიგოთ რა მოდის თქვენ ცხოვრებაში 3 წლის ვადებში შეხატეთ და გავიხსენე გაშლა და რას უნდა ელოდოთ. პირველ რიგში ჰაერისტიკის დედოფლისგან გექნებათ შესაძლებელია ჰაერისტიკიას წარმოადგენდეს ან უბრალოდ ადამიანი ქალბატონი არის ამ შემთხვევაში წარმოადგენელი ორგანოების თანამშრომელი შეიძლება არის, პოვარი შეიძლება არის, ექიმი არის, ასევე გამორიცხული არ არის. კარგი აიტიშნიკი შეიძლება იყოს აიტის სფეროსთან დაკავშირებული ქალბატონი, ჰაერისტიკის წარმოადგენელი შეიძლება იყოს მერწყული ტყუპები ან სასწორის ნიშანი, რომელიმე ამათგან ასე ვთქვათ, თუ ელოდებით რაღაცა ინფორმაციას სამსახურთან დაკავშირებით, რაღაცა სიახლესთან დაკავშირებით, რაღაცა ინფორმაციას ელოდებით, მოკლედ ასეთი ქალისგან ჩადებული გაქვთ უკვე ასე ვთქვათ, ფინანსი, დრო, ენერგია იმაში, რომ აი ამ ინფორმაციამ არ დააყოვნოს და მიიღოთ დადებითი რეზულტატი, ასე ვთქვათ, შეიძლება CV გაქვთ დაგზავნილი, რაღაცა კონკრეტულად ამ ქალბატონის შეიძლება მეთვალყურეობის ქვეშ ტრენინგი გაიარეთ და რაღაცა სერტიფიკაცია ელოდებით, ყველას თქვენი გაქვთ, მოკლედ რაღაცას ელოდებით ასეთი ქალბატონისგან, ერთგვარად შეიძლება კანონების მცოდნეა, რაღაც კანონიერი ქალბატონია, რაღაცა ტესტირებებს ახორციელებდა თქვენზე, ასეთი ახალი ეტაპის საწყის ინფორმაციას მიიღებთ, განულებულია ეს. 0 შუთია, არკანია ამოდის მაღალი, ეს არის იმის მოლოდინის ეტაპი, რასაც თქვენ ელოდებოდით, ეს შეიძლება იყოს ფინანსების მომატებასთან დაკავშირებული, ასევე დაწინაურებასთან დაკავშირებული, ასევე რომ ახალი წლიდან მაგალითად ახალ კოსტუმს ჩაიცვენთ, ახალი თანამდებობაზე გახვალთ, ახალ ფილიალში გიშვებენ, ანუ რაღაცა, ვისაც რა მოლოდინის რეჟიმი გქონდათ. ემოციებისგან უკვე შებრუნებული და წასული რო იქნებით იმ მომენტში, რომ აი რაღაცა არ გამიმართლა, არ გამოვიდა, ტყუილა ველოდი, დროს ტყუილა ვხარჯავდი, ასეთი განულებული ახალი ეტაპი იწყება თქვენ ურთიერთობაში. მიიღებთ ამ ინფორმაციას ყველა ვარიანტში, რის მოლოდინის რეჟიმშიც იყავით, შეიძლება დაგვიანებული იყოს, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს როგორც იტყვიან, ეს იქნება უახლოესი 10 დღის განმავლობაში. ცოტა ემოციებისგან დათრგუნული იქნებით იმ პერიოდში მიიღებთ ამ სიახლეს რაღაცა ახალ შემოთავაზებას შეიძლება ან დასტურს იმისას, რასაც ელოდით. კიდევ რას უნდა ელოდოთ, რა მოდის იმ მოვლენების დონეზე თქვენ ცხოვრებაში სხვა დანარჩენისთვის. შეიძლება ბავშვები, ვისაც გყავთ, შვილებთან დაკავშირებული რაღაცა
საქანელას რეჟიმი გქონდეთ, რომ ბავშვთან დაკავშირებული ფინანსები საიდან იშოვოთ, რაღაცა მის სწავლა განათლებასთან დაკავშირებული და გაგინათდებათ, ასე ვთქვათ, გზა გამოგიჩნდებათ, რაღაც სახსრები გამოგიჩნდებათ, რაც ძალიან კარგ სასიხარულო დღესასწაულ ხასიათზე დაგაყენებთ, ასე ვთქვათ, ბავშვის სწავლა განათლებასთან